Marta Katsumokarabita Kola Via Samaradis, Taukunitiuku, Nisande. Idevachina, Christian Merto, Sasorno, Cheno, Vertitalgon Christian Cheshman, Metman, Chernman, Melchevita Kola Duxer, Sadisa, Twiseta, Vita Patios, Scopelisa, Joriseta, Melchevita, Minata, Fortsota, Zetsa, Zatata, Minata, Debuta, Tinasar, Metqueta, Damucicuta, Spinisa, Dedisa, Chernisa, Mucicuta, Solisa, Cartueta, Gamma, Treverisa, Katsulisa, Ninosita. Minisa, Didisa, Mutamisa, Zleva Shemosilisa, Sakuel Mokrisa, Georgisa, Minisa, Mamisa, Chenisa, Ioanio Kropirisa, Constantinople, and Tower, Episcoposisa, Minisa, Mamisa, Dagirsisa, Mamisa, Grigo, Hanselisa, that Minata, Marta, Tamshovetam, Tisata, Joachimedana, Sitada, Girsisa, Makari, Didisa, Viptelisa, Girsisa, Antoni, Mesvetisa, Martopelisa, Sasaul Mokvedisa, Marcos Epeselim Tower Episcopusisa, Evgeniko Sisa, Gisisa, Makari Alexandrielisa, Kaltul Mozame, Euphrasia Nicolidielisa, Arseni, Kerkirelim Tower Episcopusa, Gisisa, Eptimesi, Absarebelisa, Rometasa, Senevasa Savasuna, Chungeza, Poetans Minata, Shevitkalenda, Gotsone, Shenitarsa, Sahierasta, Castmovare. Mamata, Chentata, Upalo, Yesu Christe, Merto Treno, Shevitz Galenchen. Amen. Upa Shevitz Galen, Upa Shevitz Galen, Upa Shevitz Galen. Sachelita, Mamisata. Dadzisata, Datsmilisa, Solisata, Amin. Ჩვენთან ახსნეთ. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისათვის. დღევანდელი ჩვენი ერთობისათვის. დღევანდელ დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მეზვერისა და ფარისევლის კვირას. მეზვერის და ფარისევლის კვირა არის მზადება დიდი მარხვისათვის, ხოლო დიდი მარხვა არის მზადება აღდგომის წინვალე დღესასწაულისათვის. დღევანდელ ლიტურგიაზე იქნა წაკითხული ის ადგილი სახარებიდან, სადაც არის მოთხრობილი მეზვერეზე და ფარისეველზე. ეს ალბათ თითქმის ყველა ადამიანმა იცოდა, მათ შორის თქვენც, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ვართ ჩვენ და უმეტესწილად ალბათ ფარისეველთა შორის და მიმსგავსებული ჩვენი ცხოვრება ფარისეველის ცხოვრებას. ვინ იყო მეზვერე და ვინ იყო ფარისეველი? ორთავე იყვნენ
ტაძარში და წამსდგარი ღვთის წინაშე და ორთავე ლოცულობდა. ორთავეს ლოცვას ისმენდა ღმერთი, მაგრამ ვინ გამართლდა, ვინ წარმოვიდა გამართლებული, ეს შეკითხვა უნდა დავსვათ და პასუხიც იქვე არის, გამართლებული არის ლოცვა მეზვერესი. ეხლა უფრო განვიხილოთ ეს ადგილი სახარების ერთი კაცი მეზვერე შევიდა ტაძარში, იდგა კუთხეში თავისთვის და თავსაც კი ვერ იმის უფლებასაც კი არ აძლევდა თავის თავს, რომ ზემოთ აეწია თავისი თავი ცისაკენ, არამედ თავდახრილი იდგა და ლოცულობდა ღმერთო, მიხინე მეწოდვილს ამას და შემიწყალე მეო. ხოლო შორი ახლოს იდგა მეორე ადამიანი, რომელიც იყო ფარისეველი. და ფარისეველი ლოცულობდა მადლობაო ღმერთო, ღმერთს მადლობას უხდიდა, მადლობაო ღმერთო ყველაფრისათვისო და მადლობა იმისათვისაცო, რომ თუ გინდო არა ვარო ისეთიო როგორცო აი ეს მეზვერეო. ერთი შეხედვით რომ შევხედოთ რა არის ცუდი, რომ ადამიანი უხდის მადლობას და მადლობას უხდის იმისათვის, რომ არ არის ის ცოდვილი. მაგრამ აქ არის სწორედ ამ პარტავნება და განკითხვა თავისი გვერდზე მდგომის ადამიანის. ფარისევლები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ზედმიწევნით აღასრულებდა რჯულს, რჯულის დამცავები იყვნენ. მაგრამ სწორედ ისინი იყვნენ ქრისტეს გამცემელნი და მონაწილე უფლის ჯვარცმაში. რჯული ზდაცვა სიყვარულის გარეშე არის მკვდარი. თუ ადამიანს სიყვარული არ აქვს, თუ არ ხედავს თავის ცოდვებს და დანაშაულს, როგორც მეზვერე ხედავდა, მეზვერე, რომელიც ყველაზე ცოდვილ ადამიანად ითვლებოდა იმ დროს, ეს არის პერიოდი უფლის განკაცების, ახალი აღთქმის დასაწყისის, მაგრამ დგას ტაძარში და ლოცულობს თავის ცოდვების პატიებას. ეს არის პირველ რიგში ქრისტიანის ლოცვა და თხოვნა, რაც უნდა იყოს ღმერთის მიმართ აღვლენილი. დანარჩენი ყოველივე უწყის უფალმა რა გვჭირდება ჩვენი გადარჩენისთვის. თავარი ლოცვა უნდა იყოს ღვთისადმი აღვლენილი, რომ ღმერთმა გვაპატიოს ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები. და სწორედ შემთხვევით არ არის, როდესაც მარხვის დაწყების წინ ეკლესია გვახსენებს
მეზვერისა და ფარისევლის იგავს და მოგვიწოდებს რომ როგორ უნდა ვიმარხოთ. მარხვა, რომელიც არის უმთავრესად სულიერი მარხვა. მარხვა არის სინანულის პერიოდი, როდესაც ადამიანი ნანობს თავის ცოდვებს, ხოლო რა არის სინანული? ბერმა ჩვენთაგანმა არც კი იცის რა არის სინანული. ზოგს გონია რომ სინანული არის, როდესაც რაღაც ცრემლები რომ გადმოუვა ადამიანს თვალიდან, ეს გონია რომ ეს არის სინანული. ცრემლები შეიძლება სიხარულისაც იყოს შემოკარგები. არამედ სინანული არის, როდესაც ადამიანი ცდილობს რომ განეშევროს ცოდვას, დატოვოს მისი ის ცხოვრების გზა, რომელიც არის ცოდვისკენ მიდრეკილი და შეუდგეს ქრისტეს გზას. სინანული არის ის, როდესაც ჩვენ აღსარებაში ვამბობთ ცოდვებს და ვცდილობთ რომ აღარ ჩავიდინოთ ესეთვის ცოდვა. თუ კი ჩვენ ამას არ ვცდილობთ, ჩვენ მაშინ სინანული არ გაგვაჩნიეთ. ტირილი ზოგჯერ შეიძლება იყოს ამ პარტავნებიდან გამომდინარეც კი, როდესაც თავი ეცოდება ადამიანს. ეცოდება რომ თუ გინდ და ფიქრობს, რა თქმა უნდა ვფიქრობდეთ სიკვდილზე თუ სად მოვხდებით ჩვენ, როცა ამ ქვეყნიდან წავალთ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის სიყვარული ქრისტეს. თუ ჩვენ ქრისტე გვიყვარს, ჩვენ გვინდა რომ ქრისტესთან ერთად ვიყოთ, როგორც ამ ქვეყნად, ისე მარადილ ცხოვრებაში. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ. ყველაფერს დავითმევთ, რომ არ გავშორდეთ უფალს. წარმოიდგინე, როდესაც ხორციელი სიყვარულით უყვარს ადამიანს მეორე ადამიანი, ის ყოველთვის ცდილობს რომ მასთან ერთად იყოს. ყოველთვის ცდილობს რომ და თუ საჭირო იქნება თავის დადვას მისთვის. და ჩვენც ვამბობთ ამას, რომ ჩვენ ესე ვართ ღმერთის მიმართ, ესეთი სიყვარული გვაქვს, მაგრამ საქმეს, როდესაც ხედავთ საქმე, როცა გვინდა რომ ეს სიყვარული დავამტკიცოთ, მაშინ ცოტა გვიჭირს. ზოგჯერ გვიჭირს ტაძარში ფეხზე დგომა, ან დილით ადრე ადგომა და მოსვლა. თუ სხვადასხვა დაკვირვებები, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში არის და თან ვამბობთ, რომ ღმერთი გვიყვარს. ერთადერთი რაც არის უპირობო, გეტყვით ჩემო კარგებო, რომ ღმერთს ნამდვილად უყვარვართ ჩვენ. მაგრამ ჩვენ რამდენად გვიყვარს ღმერთი, ეგ უკვე თავისი ცხოვრების წესით შეხედოს ადამიანმა თუ როგორ ცხოვრობს. და რამდენად ცდილობს ღმერთთან ერთობას. ღმერთთან ერთობა არ არის რაღაც წარმოსახვითი ან ფანტაზიური განწყობა, რომ ამ ქვეყნად ეს კი არ არის, არამედ ჩვენ რო წავალთ იმ ქვეყნად, მაშინ უნდა იყოს ღმერთთან ერთობა. თუ ამ ქვეყნად არ დაიწყო ადამიანმა პიროვნული კავშირი ღმერთთან, ზიარებით, აღსარებით,
კეთილი საქმეების აღსრულებით, სინანული ცოდვების მორიდებით თუ სხვა მრავალი რაც სათნო არის უფლისათვის და საჭიროა ჩვენი გადარჩენისათვის, შეუძლებელია ვიფიქროთ ჩვენ მარადიული ცხოვრებისათვის. ამიტომ ამ ქვეყნად იწყება ღმერთთან ერთობა. ეს რო ესე არ იყოს, ეკლესია მაშინ არ იქნებოდა შემოკარგები. მაშინ ჩვენ ეკლესია არ დავჭირდებოდა. არ გვექნებოდა არც ეკლესია და არც ღმერთი არ იტყოდა, რომ არ ეტყოდა თავის ოციქულს, პეტრეს, შენ ხარ დედა, ამათო დესაზე და აღვაშენო ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერა ერეოდიან მას. ჩვენ გვწამს ამის და გვჯერავს, რომ ეკლესია არის და იქნება მარადიულად და ეს არის ეკლესია ვართ ჩვენ ერთად შეკრებილი ადამიანები უფლის სახელით. ეს ერთობა და სიყვარული მოგცემს ჩვენ უფალმა და უფალი ნამდვილად მოგცემს და გვაძლევს ამას, მაგრამ ჩვენი საქმეებით კიდევ უფრო გაგვემტკიცებიოს და სიყვარულის ბეჭედი დაგვებეჭდოს ეს ერთობა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ღვთისმადლის წყალობა იყოს თანამავალი და თანამგზავრი ყოველდღიურად ცხოვრებისა ჩვენისათა ამის. ჩვენთან არის. მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა სამრევლოში მაქვს ანიშნული ვატარებთ. სამრევლო კრებებს, მათ შორის დღეს არის თქვენთან წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სამრევლოში სამრევლო კრება და ვისაუბრებთ სხვადასხვა საკითხებზე, რომ ჩვენი ერთობა და ეს ტაძარი კიდევ უფრო რომ გაძლიერდეს და კიდევ უფრო სიმტკიცე და სიყვარული რომ დაეფუძნოს ამ წმინდა ტაძარში. გაიხადოთ მეთქვა დაგლოცოთ. მინდა მადლობა შეჭირო უფალს და დიდება უფალს და მადლობა მეუფეს რომ მოგზავნდა დღეს. ეს არის დღესასწაული წმინდა არტურ მარტყოფელისა საქართველოში ზეიმი მარტყოფის კრების პროცესში და ეს ზეიმი ეს ეკლესიაში წამოიწყება, რადგან მეუფე განდება და ერთად მიზეიმეთ წმინდა არტური მარტყოფელის სცენები. ასევე მინდა გითხრათ, რომ მერტფაქნასო ხშირად მოგზავნდეს მეუფე. ჩვენ ქონდა პერიოდი, როდესაც წელიწადში ერთხელ ძლივს სახელი ხედავდა მეუფე დილითი, მაგრამ უკვე რამოდენიმე დღეში ერთხელ მოგზავნდება და ეს ძალიან დიდი სიხარულია ყოველი ჩვენთაგანისათვის და თუ გახშირდება და თუ ხშირად შევხვდებით მეუფეს, ეს ძალიან კარგი, მით უმეტეს ის უამრავი მიზეზი არსებობს ყოველთვის. ეხლა ხან ჩვენ ეკლესიას აქვს ტრადიცია და ქალაქს, რომ აქ არის სამი მართლმადიდებლური ეკლესია, იცით, ამერიკის, ბერძნული და ჩვენი და უკვე 3 წელიწადია რომ ეს ხდება ფეხით სვლელობა მართლმადიდებლობის ზეიმზე. მართლმადიდებლური ზეიმი არის დიდი მართლის პირველ კვირას, ამ დღეს ყოველთვის ეს სამი ეკლესია შევიკრიბებით მრევლი და ვაკეთებთ ეკლესიებს შორის მიმოსვლას და ლოცვას. ასე რომ უკვე შემოგთავაზეს სხვა ეკლესიის მოზღვარმა და მრევლმა, რომ აბა როგორ დავგეგმოთ და იმედია, რომ მომავალი მართლმადიდებლური ზეიმი იქნება უფრო კარგი ვიდრე იყო წინა წლებში და ასევე იქნება იმით გამორჩეული, რომ წინა წლებში უმასპინძლა ბერძნულმა ეკლესიამ. ტრაპეზით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ ამ წელს ჩვენ გავუმასპინძლებით. მართალია მარხვა, მაგრამ ჩვენ გავუმასპინძლებით და იმედს ვიტოვებთ, რომ იქნებ მეუფემა შეძლოს და ამ დღეს მოგზავნდეს. ასევე მინდა გითხრათ, რომ მეუფემ ბრძანა, რომ დიდი მარხვისთვის მზადება დაიწყო და ლევანდელი დღე ფაქტობრივად ამის აღსანიშნავია, რადგან მეზვეისა და ფარისეების კვირა წინა უძღვია დიდ მარხვას და ამავე დროს მეზვეისა და ფარისეების შემდეგი კვირა, ანუ ორშაბათიდან პარასკევამდე არის მის გებში.
ოთხშაბათსა პარასკევს არის ხსნილი, რომ იცოდეთ, ამ კვირაში ხორცით ყველით ხსნილია, მე უკვე ხორცელის შვიდეული მოდის, მიცვალებით ახსენება და მე უკვე ყველიესა უკვე სამკვირაში მართვა იწყება. ასე რომ ამ კვირაში თქვენ შეგიძლიათ ხორცით ყველით ჰევზით კვერცხით გაიხსნათ ოთხშაბათსა პარასკევს და მე უკვე ჩვეულებრივად მოემზადოთ სხვა მარხულებს. ვინც არ იმარხულებს, იმისთვის ისედაც ხსნილია. ვინც იმარხულებს, მათ ისინი ყავთ ხელოვნებაში. არა მარტო გავიხსნოთ, არამედ ასევე უნდა ვილოცოთ კიდევაც და ასე გავაგზავნოთ შემოსავლები. ჩემი თხოვნაა, რომ ყველა უკვლევი გადავიდეთ სატრაპეზოში, ჩვენ რამოდენიმე 5 წუთი მეოქრე განიმოსება და გადმოვართ, არ იქნება არც პერერივი, არც დასვენება, იქ მოგზადებული ყავა იქნება და წყალი იქნება, სუბუქად წავიხებსებით ალბათ და ასევე ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი ეკლესიის ირგვლივ. მეოქრე დიდი სურვილია, რომ ჩვენ მრევლს რა თქმა უნდა ბევრი შეხვდა, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა უფრო სხვანაირი იქნება, სხვაყობით, რადგან შეგვეძლება საუბარი, რადგან ტრაპეზი იყო, წირვა იყო, არასოდეს არ ხერხდება, რომ მეოქრეს უთხრა ჩვენი გულის ნადები, ჩვენი სურვილი, ჩვენი აზრი გაუზიაროთ ამა თუ ის საკითხთან. დღეს ამის საშუალებაა და ჩემი თხოვნა იქნება, რომ თუ რამე გვინდა, თუ რამე გვაქვს ფიქსი და ასში და გონებაში ყველაფერი დღეს ვისაუბროთ, ულახკილად, რაც ჩვენ ქართულ ეკლესიას, ჩვენ სამრევლოს, ჩვენ ქართველობას გამოადგება უცხოეთში და მე ამით მომავალში კიდე ჩვენ შვილებს გამოადგება. მე თქვა გავიხავთ დიდი მადლობა. მოგზავნით ახლა